სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიღოს. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ ადგილი, სადაც უფალი ბრძანებს. ვინც შეიყვარებს მამას, ან დედას, ან შვილს, დას, ძმას და ჩამოთვლილი არის ყველაფერი ამ ქვეყნიური ყველა ის ღირებულება, ის რა ძვირფასია ადამიანისთვის, ეს არის ყველაფერი სახარების სხვადასხვა ადგილზე არის, სხვადასხვა სახარებაში ეს აზრი გამოთქმული და ფაქტობრივად არის ყველაფერი ჩამოთვლილი. და ესე იგი, ვინც შეიყვარებს ამას ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი. ესე იგი, გარდა იმისა, რომ ეს როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ იესო თავის თავზე ამბობს, რომ ის არის ღმერთი. აი ამითი ამბობს. გარდა ამისა, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აზრი ჩადებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რას ნიშნავს შეიყვარებს აი მამას თუ დედას თუ შვილს თუ ჩემზე მეტად? რას ნიშნავს უფალზე მეტად შეყვარება? ძალიან ადვილია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა ყავდეს ღმერთი. ანუ ადამიანმა თავისი ცხოვრება უნდა დაგეგმოს პირველ რიგში იმის გათვალისწინებით, რომ ღმერთი არსებობს და რომ ჩვენთან ღმერთთან გვაქვს ურთიერთობა. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს ჩვენ ცხოვრებაში? ეს თითოეულმა ადამიანმა თვითონ უშუალოდ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ გადაწყვიტოს, მაგრამ პირველ ადგილას ყოველთვის, როდესაც ადამიანი გეგმებს აწყობს, როდესაც ადამიანი თავის ღირებულებათა სისტემას გადახედავს, პირველ ადგილზე უნდა იყოს ღმერთი. ღმერთი თუ პირველ ადგილზე არ არის, მაშინ ჩვენ არ ვართ მოწმუნეები. თუ პირველ ადგილზე არის რამე სხვა, თუნდაც ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სახურება, ჩვენი ცხოვრება არის აი ამ ადამიანის სასწაუებაზე დამყარებული და არა ღმერთის სასწაუებაზე და ღმერთისადმი უნდა იყოს, ღმერთზე უნდა იყოს დამყარებული. სხვა ადგილას ამბობს უფალი, უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა, ცათასა და სიმართლესა, მისა და მერმე ყოველი შეგეძინოს. თუ ადამიანი ასეთნაირად ცხოვრობს, თუ ადამიანი პირველ ადგილზე აყენებს ღმერთს თავის ცხოვრებაში, ასეთ ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ ის არის იდეალისტი. იდეა. ღმერთის იდეა უნდა იყოს პირველ ადგილზე. ღმერთი უნდა იყოს პირველ ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში. თუ ასე არ არის, აყენებს სხვა რამეს, ან ადამიანს, ან რაიმე საგანს პირველ ადგილას, მაშინ ის არის მატერიალისტი. აი ამაზე არის აქ ლაპარაკი. როგორი უნდა იყოს ადამიანის ცნობიერება? ადამიანის ცნობიერება უნდა იყოს მიმართული ღვთისაკენ, არა მატერიალურისაკენ, ტრანსცენდენტული, რა ვიცი, კიდე რა სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ, ღმერთი უნდა გვწამდეს. და თუ ღმერთი გვწამს, პირველ რიგში ღმერთისადმი ჩვენი ვალდებულებები უნდა აღვასრულოთ. მანერად კიდე ასნაირად შეიძლება ითქვას, როდესაც 10 მცნება მივიღეთ ჩვენ უფლისაგან მოსეს ხელით. იქ იყო პირველი, ესე იგი მათ ცნებაში, პირველი 4 მცნება არის ადამიანის ვალდებულებები ღვთის მიმართ და შემდეგი 6 მცნება არის ადამიანის ვალდებულებები ადამიანების მიმართ. პირველ რიგში ღვთის მიმართ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები და ყველაფერი აქედან გამომდინარე. აი ეს არის დღევანდელი სახარების სწავლება. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.